მოგესალმებით, მე მარტოხელა დედა სოფოს რკულაძე. ვიწყებთ გადაცემას და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ტრადიციისამებრ, მადლობით ვიწყებ აქტიურობისთვის, ყურადღებისთვის და რაც მთავარია ვამბობ ისევ იგივეს, რომ გვჭირდება სპონსორი და ვეძებთ სპონსორს. მართალია ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, როგორც არაადეკვატურად ოპტიმისტი ადამიანები, გვჯერა იმისა, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, ვინც გადაწყვეტენ, რომ დაგვეხმარონ ფინანსურად, იყვნენ ჩვენი გადაცემის სპონსორები, ჩვენ მათ დავუდგეთ გვერდით და გავუკეთოთ სათანადო და ღირსეული რეკლამა, მოკლედ გელოდებით. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელთანაც ძალიან ბევრი წელი მაკავშირებს საქმიანი და ადამიანური ურთიერთობის. ამიტომ თამამად ვამბობ, რომ ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი მსახიობია, სასწაულად კარგი წამყვანია და ფანტასტიკური მამაა. სწორედ ამიტომ არის დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. მსახიობი დათო ველიჯანაშვილია ჩემი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა დათო, როგორც იქნა დადგა ის დღე, რომ ჩვენ ერთად შევიყარეთ და ვისაუბრებთ მამობაზე, იმიტომ რომ მე სალოს დაბადებიდან ვიცი, რომ ძალიან აქტიურად ჩართული ხარ, თქვენი ურთიერთობა თავად მაქვს ნანახი და ნამდვილად სამაგალითოა და ეს შენი ძალიან დიდი დამსახურებაა და ამაზე მინდა ვისაუბროთ. აი რომ დაიბადა, მაშინვე გაიღვიძა შენში ამ მამის ინსტინქტმა, იმიტომ რომ საერთოდ ძირითადად ამობენ, რომ დედა კიდე სხვა ფენომენია და მამა სხვა მომენტია ურთიერთობაში, მოდის ეს სიყვარული გრძნობა და აი შენთან როგორ იყო, იმიტომ რომ იმდენად აქტიური იყავი, რომ რაღაც მომენტში შეიძლება დედაზე მეტადაც. ხო, გეტყვი. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ შენ სასაუბროდ დავჯექი და არაერთხელ ვისაუბრია თემებზე, ცოტა შესავალს გავაკეთებ, სანამ კითხვას მივადგები პირდაპირ. სპონსორებმა ცოტა გამოიხედეთ, იმიტომ რომ საჭირო თემებზე ლაპარაკობს ეს ადამიანი, იმ თემებზე, რაზეც ხშირად არ ლაპარაკი უფრო დიდი პრობლემა არის ხოლმე და იმ თემებზე ლაპარაკი უფრო გადაჭრის ხოლმე მთელ რიგ გაუგებრობებს ადამიანის ცხოვრებაში და ამ თემებზე ხომაღლა ლაპარაკი ძალიან კარგია, რაზეც შენ საუბრობ. მე რაც მოვისმენთ, მოკლედ რაც გქონდა სტუმრებთან საუბრები, რაც აქამდე გადავხედე, ასე ვთქვათ, შენს არხს და დასაწყისია ეს ყველაფერი და უსურვებ, რა თქმა უნდა, შენს პირადად გამომწერებს და მაყურებლებს მივესალმები და თქვენც მოიყვანეთ კიდე ბევრი ადამიანი შემოგვიერთდეს, რომ გამოიწეროთ ეს არხი, რომელსაც უძღვება ამ შემთხვევაში სოფო იმ თემებზე სალაპარაკოთ, რაზეც აუცილებელი არის საზოგადოებაში ლაპარაკი. ეხლა დაუბრუნდები კითხვას. უცბად და მე არ გაჩენილა ნამდვილად ჩვეულებრივად ეტაპობრივად მივედი მაგამდე, იმიტომ რომ არც ისე პატარა ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე, შესაბამისად მანამდე რაღაცა ურთიერთობები დამიგროვდა ადამიანებთან, გოგოებთან, ქალებთან, ვიყავი თქვათ პარტნიორობაში ვიღაცებთან, ასე შემდეგ და აი ის მომენტი ოჯახის შექმნის მომენტი ძალიან ბუნებრივად და ჩემი აზრით ძალიან დროულად მოვიდა თავისით. მე იმას არ ვამბობ, რომ აი 21 წლისას რომ მოყავთ ცოლი ან თხოვდებიან და 20 წლისა და რაღაცა ესე როგორ თუ გულს უნდა და სიყვარული არის, მან ვერაფერს ვერ დავაწესებთ, ხო, აბსოლუტურად. აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ნაკლები გამოცდილება აქვს, ვიდრე 10 წლით მასზე უფროს ადამიანს, არც არ ნიშნავს, შეიძლება ეს გამოცდილება მოვიდეს. აქ მთავარი არის იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერება, თუ შეუძლია ადამიანს, რაც მას აქცევს მომავალში უფრო კარგ ადამიანად და ესე. კი ბატონო, იცი რატო იმიტომ რომ ეს ნაბიჯი დიდი პასუხისმგებლობა გადადგა. პირველი რომ ოფიციალურად შექმნა ოჯახი და დაარქვა ოჯახი, ეს ერთი და ყველა და უფრო მთავარი კიდე ამას ახლა ოჯახის შექმნა ისე არ ხდება. ჩემთვის ოჯახის შექმნა უკვე გაცნობიერებული შვილის ყოლაც იყო. მოგვიანებით, ცოტა ჩვენ დაახლოებით 3 წლის მერე გაგვიჩნდა შვილი, არა ეგრევე, მაგრამ ისიც გაცნობიერებულად მისული იქამდე, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია, რომ ჩვენს თავზე ავიღოთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქვია შვილის ყოლა და გაჩენა. ანუ რატო ვიკითხე, იცი ნახე, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც ეს მაგალითი, თქვათ, მამების ასე აქტიურად ჩართულობა არ გქონია. ხო, ნაკლებად იყო. ეხლა უფრო რაღაცა ისე. ეხლა უფრო ისე შემოვიდა, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილების თაობა ამას არ შეხედავს ისე, რომ სირცხვილია, ეხლა მე ბავშვს პამპერსი გამოუცვალო, აი ეს დამოკიდებულება რქენდა. შენ ეტყობა ბუნებითაც ხარ ტიპი ისეთი, რომელსაც შეუძლია რა პასუხისმგებლობა აიღოს, გაიაზროს და
თქვას რომ ხო მე ჩვეულებრივად რა ამ ყველაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ ამას ვამბობ, ისე იყო თქვენთან გადანაწილებული მიუხედავად იმისა, რომ შენი სამუშაო გრაფიკი საოცრად დაკავებული იყავი და დრო პრინციპში არ ქონდა, მაგრამ შვილისთვის დრო ქონდა ყოველთვის. ხო, მაგ შევცდილობ. ნახე, მაშინაც იყო ეგ მომენტი, რომ ვიღაცები რომ მომიტრიალდებოდნენ, ან მეუბნებოდნენ, ან მე ვგრძნობდი, რომ ისინი ესე ფიქრობდნენ, რომ ვა, შენ როგორი მამა ხარ, ამებს აი ეს რა რეებს აკეთებ და რაღაცა. იქ მე თვითონაც მქონდა ხოლმე ცოტა გაუცხოება, რას ვაკეთებ ამისთან, რომ გადავამრი არ, ან ჩვეულებრივი ამბავი იყო ესა და მიკვირდა ხოლმე, რას მართლა რამე სხვას ვაკეთებ, ისეც რასაც სხვა არ აკეთებს, იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივად იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემთვის. ეხლა მით უმეტეს ეგრე არის, ეხლა არავინ არ გაუკვირდება და მე მაშინაც მიკვირდა და მაშინაც ჩემთვის იმ დროსაც ჩემთვის ეს მოცემულობა იყო, ჩვეულებრივი მოცემულობა, რომ ესე უნდა იყოს, რა ვიცი, რატო არ უნდა. პირიქით მანამდეც ხო რაღაც სტერეოტიპები მესმოდა, რომ მამა რაღაც არ აკეთებს, იმიტომ რომ კაცი ოჯახში განაწილებულია ეს საქმე, რომ იმანის უნდა აკეთოს, ამანეს უნდა აკეთოს და იმას ეს არ გამოსდის. ეს სტერეოტიპები რაღაცა უაზრო ლოგიკით იყო ხოლმე გამყარებული, რომ მამა თურმე იმიტომ არ აკეთებს რაღაცეებს შულთან მიმართებაში, რომ არ გამოსდის, გაიგე შენ, არა, კაცს არ შეუულია ეგა და ხალხს შეუძლია და აბსოლუტურად არაფერი არ არის. მის რა ქვია შეუძლებელი. ხო, ძუძუსწოვის გარდა, რაც კაცს არ შეუძლია და ხალხს შეუძლია უკვე გაჩენილი ბავშვის აღზრდის პროცესში. ნამდვილად გეთანხმებით და იცი რა მაინტერესებს, აი რა ამ ჩართულობამ რა მოგცა? გარდა იმ სიყვარულისა და სითბოს, აი ურთიერთობაში, გარდა ტეხის ასაკი, რომელიც საკმაოდ რთულია. კი. ეხლა მე მაგალითად მე ბიჭი მყავს, შენ გოგოები გყავს და აბსოლუტურად რადიკალურად სხვადასხვა ტიპები არიან რა და ჩემთან კიდე სხვა მომენტი იყო, მე თქვა ჩემებურად მიუდეგი ხასიათი რაღაცა და თქვენმა აი ამ ურთიერთობამ მოგცა ის შედეგი, რომ თქვა ბევრად უფრო მეტად გახსნილია, გულწრფელია, მეგობარია შენი ამ ზღვარის დაცვაში თუ დაგეხმარა, რომ მარტო მამამ თქვა და არ იქნება, არ ხარ ეგ. არა, არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, აი რაში დაგეხმარა თქვა. იცი რა, აცილად ძნელია მაგის განსაზღვრა, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ გვაქვს პასუხი არც ერთ შემთხვევაში, გინდა შვილის სკოლაში და ოძახში და გინდა რაიმე პროგნოზებში, როცა ჩვენ ვსვავთ საკითხს, რომ არა ეს, მაშინ როგორ იქნებოდა, არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ეს მოცემულობა გვაქვს და მე ვიცი რომ მე ესეთი ვიყავი, მე ასე ვეპყრობოდი შვილს, მე ამას ვცდილობდი შვილისთვის და შემდეგ დღემდე რაღაც გზა მაქვს გავლილი, ხო? სალი რომელიც შენასანი 17 წლის არის დღეს და ეს გზა მაქვს გავლილი. არ ვიცი მე რომ ეგეთი მამა არ ყოფილიყავი და უფრო იმ სტერეოტიპების რაღაცა სტერეოტიპებით შექმნილი მამა ყოფილიყავი. აი ეს გზა როგორი იქნებოდა და მისი განწყობა ჩემ და მე არ ვიცი როგორი იქნებოდა. მე არ ვამბობ რომ იცი ეს ფორმულა არის ეგეთი რომ შენ თუ შვილს აი ეხლა მე ვიცი მე როგორც მოვიქეცი უკვე. ეხლა გასწავლი შენ რა და ზუსტად ესე რომ მოიქცევი ეს ფორმულაა რომ მე შვილი ზუსტად 17 წელსაკში ესე მოგექცევა შენ. არ არის ეგრე აბსოლუტურად მაგას ვერავინ ვერ პროგნოზს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ძალიან ინდივიდუალურია, ინდივიდია ბუნებით და ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და სხვადასხვანაირად იზრდება. ჩვენც სხვადასხვანაირად აღიქვამთ, მშობლებიც ვიზრდებით მათთან ერთად, ასე რომ მე ჩემთვის უბრალოდ რა იყო ის რაღაცებიც, რაც ვიღაცებს მაშინ სტერეოტიპულად უკვირდათ, რომ ვა ეს მამა ხარ და შენ ამებს აკეთებ. მე იმას კი არ ვაკეთებ, რომ აი მე ვალდებულება ავიღე და ხა უნდა გავაკეთო, სიამოვნებს კაცო რა თქმა უნდა, ეს არ არის ტანგო, ეს არის უდიდესი სიამოვნება. ხო და სიამოვნებს ვიღავ მთელი გზა მერეც დღემდე, რა თქმა უნდა არის გარდატეხის სასახლის პრობლემებიც არის და ეხლაც და პრობლემებიც იწყება გარდატეხის სასახლი მე 17 წლის არის და ეს ურთიერთობებში ჩნდება და ყველა ვარიანტში იქნება და არავინ არ თქვას რომ აი მე ისე გავივინი მაგრად ვისწავლე წავიკითხავ რაღაცებს რომ აი არაფერი პრობლემა არ მექნება ისე რაღაც იდეალურად მექნება დაალაგებული არ იქნება არასოდეს გამორიცხულია რომ ეგრე მოხდეს თითქმის გამორიცხული მე ყოველთვის არ გამიგია ეგეთი რაღაცა რომ პრობლემა არ არის მაგრამ იმ პრობლემასაც შენებურად მიუდგები მე გადასაჭრელად ყოველთვის ერთადერთი რაც მე მგონია რომ არის რომ ის რაც იმას რასაც მე ვაკეთებდი და რა ვიცი სხვას თურჩევდი ესე მამის მიდგომით გააკეთოს თავის შვილისთვის პირველი შენ განიჭებს ძალიან დიდ მაყოფილებას სიამოვნებას და ის არ იკარგება ესე ის მართლა აგროვებს მე ურთიერთობის რაღაც ნაწილებს რაღაც თლიანობაში ქმნის რაღაცა ორ ადამიანს შორის ანუ მამასა და შვილს შორის თლიანობაში ქმნის რაღაცა ფორმის მასას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ურთიერთობას, რომელიც მოქნილია, კარგია, თბილია და იმაზე
აგებული იმაზე აგებული თუნდაც პრობლემები იქნება თუ გასარკვევის საკითხები რაღაცები უფრო ადვილად შეიძლება მოგვარდეს, როცა შენ უკვე დაგროვებული გაქვს მასთან ურთიერთობის რაღაც ნაწილი. ურთიერთობა შენ აი ძალიან კარგი რაღაც თქვი დროს მაინც ნახულობდიო. დრო შვილისთვის ყველაზე დიდი პრობლემა დღესდღეობით ალბათ ეგ არის, რომ ცოტა გვიჭირს დრო, იმიტომ რომ ყველას გვინდა ბევრი ვიმუშაოთ, ყველაფერს ხელს ვკიდებთ, რასაც გვთავაზობენ და ამით რა თქმა უნდა შვილის მომავალსაც ვქმნით, თუნდაც მატერიალურს რაღაც ფორმით, მაგრამ დრო გვაყოლება სამაგერ ურთიერთობის და აი აქ ზღვარის გავლება მე მეკითხა ყველაზე მთავარი ეს არის, აი აქ არის ზღვარის გავლება ყველაზე მთავარი, რომ რამდენი დრო ჩემი ცხოვრების დრო რამდენი დაუთმო იმას, რომ მატერიალური და რაღაცები დავაგროვო შვილის მომავლისთვის ისევ და ისევ თუნდაც მას არაფერი დააკლდეს და ასე შემდეგ და აქ სად გავავლო ზღვარი, რომ ეხლა უკვე მოიცა დროც მჭირდება, რომ ვეურთიერთო შვილს. ალბათ არც იქით ვარ გაბოლომდე და არც აქეთ რომ სულ მილიონერი გახდე, ან სულ ღარიბი იყო და 24 საათი მასთან ურთიერთობაში ატარებდე. არც ერთი არ ვარ. რაღაც არის ზღვარი გასავლები და ამ ზღვარს ძალიან ხშირად ვერ ვავლებთ სწორად და ეს თან შეუქცევადი პროცესია. ეს არ გამოსწორდება, აქ დაშვებული შეცდომები არ გამოსწორდება, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ აი დღეს ახლა ამ მომენტში რაღაცა დრო დავკარგეთ და არ დავუთმეთ მას, რომელიც უნდა დამეთმო, ის დრო დაკარგულია, იმას ვეღარასოდეს ვეღარ იბრძოლებ. ხვალ ვერ აინაზღაურებ, ხვალ ისა იქნება. აი რომ მოირბეს ბავშვი და მამა იცი რა უნდა გითხრა, პატარა რო არის და აუ მოიცი არის წამით რა არ ცალია. 2 წუთი გინდა რომ რაღაც დაამთავრო. Ну, кай, башки არ ეწყინება, გაიქცევა და მე რომ მიუტრიალდები, ის იმას აღარ გეტყვის. ის გაუშვი ხედავ. ის ემოცია წავიდა მის მორჩა, იმას ის რაღაც უკვე სხვა რამე ეგექნება სათქმელი, მაგრამ ის გამოტოვე გამაზე უკვე. მორჩა იმას აი ერთ წამი დაფიქრდი, რომ მთელი ცხოვრება ვინიც რა უნდა დაეთქვა. მთელი ცხოვრება იმ მომენტს ვეღარ დააბრუნებ და გაგექცა ხელიდან. მერე შემდეგი 2 წუთის მერე კი გეტყვის რაღაცას, მაგრამ ის სხვა იქნება უკვე. სხვა რამეს გეტყვის. ის იმ მომენტის იყო და სჭირდებოდი იმ მომენტში. აი მარტივად სჭირდებოდი რაღაცა შეიძლება შტერო მომენტ თქვა, ამ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხომ და ეთქვა. კი. და ხო შენი აზრი იყო მისთვის იმ მომენტში მნიშვნელოვანი და აი ეს მომენტი ახლა მე ძალიან ისე უტრირებულად ვთქვი, რას ნიშნავს დაკარგული დრო შულთან ურთიერთობაში, რომელსაც ვეღარ ესწრებს ვერ იბრუნებ გამორიცხული მაგის ამას. ვეღარ ვახებ, ვეღარ პატარავებ, პირიქით მიდივარ წინ. აი სალისთან ურთიერთობა თუ დაგეხმარა გამოცდილებაც. სალი ხო რაღაცა სხვა ისეთი ტიპია, თავისებული, ხო? ცუდი გაგებით კი არა, როგორც აი მე ვარ ჩემებული, თქვა ნიკუშა. მეორეს თავისებული ხასიათია, განსხვავებულების ერთნაირები არ იქნება. აი დაგეხმარა ეს გამოცდილება, თქვა მეორესთან ურთიერთობაში, თუ რადიკალურად სხვადასხვანაირები არიან და რა თქმა უნდა, კი, არა, იყენებ ყველა ვარიანტში. გამოცდილება მოაქვს, როგორც ესე ყოველდღიური ტექნიკური საკითხები, ისე ურთიერთობის და სწორად მიდგომის ცოდნები. თუმცა აქაც არ არის ფორმულა არანაირი და ესე არ მუშაობს, მე იმას უკვე ვიცი რაღაც და ამასთანაც ეგრე არ გაჭრის გამორიცხულია. სულ ცოტა სხვაობაც რო იყოს, ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი სხვაობა მათ ფსიქოტიპს შორის. არ მუშაობს აბსოლუტურად რა ის მოდგომა გამორიცხული, აბსოლუტურად სხვადასხვანაირები არიან და იმასთან თქვათ რაღაცას რო ჩავიფიქრებდი, როგორ შემიძლია მას ეს პირდაპირ კი არ უთხრა, როგორ ვანახო რაღაც ჩემი კარგი საქციელით, ან ჩემი მისდამი დამოკიდებულებით, როგორ შევძინო ერთი დამატებითი ღირებულება ამ ცხოვრებაში, სწორი ღირებულებებით ხომ არის ზადოს ბავშვი, ხო? ამასთან ის გზა არ გამოვა სხვანაირად თუნდა რა. სულ სხვანაირია, უფრო ემოციურია, ის უფრო ცივი გონების იყო, ეს უფრო ემოციურია და პრობლემებს სხვადასხვანაირად წყვეტენ, აბსოლუტურად სხვადასხვა, როცა თქვათ ერთი ადამიანი პრობლემას წყვეტს ესე რომ ჩერდება, კონფლიქტი როცა იწყება, ხედავს რომ კედელია და თავის თქმას აღარ უწყებს, ჩერდება, აპაუზებს ამ პრობლემას და გადის. ოღონდ შენ არ გონია რომ დაავიწყდეს. 5 თვეც რო გავიდეს ამ პრობლემას დაუბრუნდება, გაგახსენებს და გადაწყვეტს მაინც. ანუ ეს როცა უდგება ერთი საკითხია და მეორე მთლიანად ემოციურად როცა უდგება რაღაც პრობლემა დაინახა, ვაიმე და ცოტა ხანი ისე მოლბა თვითონაც გაბრაზებულია კონფლიქტი შემოდის უკვე უცბად გაიღიმა რაღაც სხვა კითხრა და მოგიცუცხდა და ის პრობლემა გადაგაჭრევიდა თავისებურად. ან თქვა აი სულ სხვადასხვა მიდგომაა, ხო და ეხლა ამ ორ ფსიქოტიპს როგორ შეიძლება ერთნაირად და ერთი ფორმულით მივდგე, ხო? გამორიცხულია. თუმცა გამოცდილება კი კარგი არის განსაკუთრებით პამპერსის გამოწვევის რაღაცა დასაწყისში, იმიტომ რომ ეს პირველ ბავშვს ეს მომენტი, ანუ სამშობლოდან მოიყვანეთ და ეს გამზადებული ხვა ყველაფერი, ხო, სულ ყველაფერი ისა პირველი შვილია რაღაც და გამოსაცვლის დრო არის კაცო და აი ეს მომენტი იყო მე და ჩემი ცოლი ბავშვი დავაწვიეთ ეს პამპერსი ავიღეთ რაღაცა გაიფხრიც გამოიფხრიცა და უყურებთ და პაუზა ქონდა ეს მე შეხედე დავგვარ და სიცილი ხო რა უნდა ვქნათ
რაღაცა ვერ მივდექით კი ძალიან მარტივი იყო და უცბად გავაკეთეთ. ხო, მაგრამ მიდგომის მომენტი ის იყო რა. იცი რა მაინტერესებს, აი ხა რაღაცა გარკვეული პერიოდია, საერთოდ მარტო ხარ ჩვენ და გოგოები. მეუღლე წასულია და აქედან გამომდინარე. რაღაც პერიოდები წასულია ხო. და რა მაინტერესებს, იცი, აი სირთულე შემოიტანა ამან? შენთვის? რა თქმა უნდა, სირთულე არის, აბარა, იცი რა, ცოლი და ქმარი ოჯახის ჩვეულებრივ ინაწილებს საქმეს. ის მარტო საქმე კი არა, აი რა უნდა გააკეთო და რითი იღლები, ბავშვი ამეცადინო თუ თებში გარეცხო თუ საჭმელი მზად დაახოდრო თუ ასე შემდეგ. აი ყველაზე ეგ უფრო სტრესულია. პასუხისმგებლობის განაწილება უფრო სტრესულია, რომ სულ რა არაფერი ხდებოდეს ისეთი რომ რაღაცა ყველა ჯანმრთელად არის, ყველა კარგად არის, ყველა ბედნიერად არის. სავარაუდოდ ცუდად ყოფნის რა უნდა გააკეთო პასუხისმგებლობა ხო არის დაშვებული თეორიულად და იმაზე ხო შენ იცი რომ მარტო ხარ პასუხისმგებელი იქ ვერ გაყოფ ამას ხო და ამაზე უკვე ნერვიულობ ყველაფერი კარგად არის მაინც ნერვიულობ კი ხო ეს ხო მე მაგ ეს სულ მოჭიმულობის მომენტი თუმცა ვაძლევ რაღაც მომენტში ჩემ თავს იმის უფლებას რომ მოვეშვა იმიტომ რომ ეს სულ მოჭიმულობა არ მინდა რომ აგრესიაში გადამივიდეს რა ხა ჩემი შვილი მე მაგალითად ხასიათით საერთოდ არ მგავს მე ვარ ოპტიმისტი და ის არის როგორც ამბობს რეალისტი, მაგრამ ჩემთვის უფრო პესიმისტი. ხო. და მისთვის პრობლემა, აი რაღაც ელემენტარულიც კი არის აი კატასტროფა და ჩემთვის არის გონების ჩართვა წამში, როგორ გადაიჭრას ეს პრობლემა და არა ვაიმე რა, ვაიმე არ მერთვება არასდროს, გამოსავლის პოვნა რა და მე ვიწყებ მე ამის შეთავაზებას, იმის შეთავაზებას, ხან რეალურის, ხან არარეალურის, მაგრამ იმ მომენტში რო გამოვიყვანო, რომ მე დავალაგო, მეც ხო რაღაც დრო მჭირდება, რომ დავალაგო. და აი, იცი რა მაინტერესებს, ჩვენ ძალიან მეგობრები ვართ. ყველაფერზე ვსაუბრობთ. ტაბუდადებული თემა ჩვენთან არ არსებობს. და დავიჭირე ჩემი თავი იმასში, რომ ადამიანს ზრდასრულიც კი ატყუებს მხოლოდ, აი თუნდაც მეგობრობაში, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ იცის იქიდან რა რეაქცია შეიძლება წამოვიდეს და იმ სიმართლეს არ ეუბნება, იმიტომ რომ იმ რეაქციის ეშინია. დიდებსაც გვაქვს შიშები და დიდებსაც არ გვსიამოვნებს აგრესია წამოსული არავისგან, ხო? თუნდაც არასწორად ანუ მე ამ წუთას ამ ემოციაზე ვარ, შენ ამ ემოციით გიყვები და შენგან სხვა ემოცია მოდის, ჩემთვის ეგ შენი ემოცია მიუღებელია და მე მაინც შაკეტილი ვარ და არ ვღებულობ და მიუღებელი თუ მოულოდნელი? მოულოდნელი. იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ემოციას ელოდები. კი. ანუ მე რაღაცას რო გიყვები, ჩემ ემოციას გიზიარებ და დაახლოებით ვიცი უკვე წინასწარ შენგან რა ემოცია არის უნდა მივიღო, რას ველოდო უნდა. ხო, მაგრამ აი ნახე. ამ დროს შეიძლება აუცილებლად მე ჩემი პროგნოზით და აბსოლუტურად სხვა რეაქცია მივიღო შენ. კი ბატონო, მაგრამ აი თქვათ აი რაღაცა ამბავს რომ ყვები დაახლოებით მე მინდა მაინც მივიღო ის ემოცია რომ თანხმობა რა იმიტომ რომ იმ მომენტში ამაზე ვარ განწყობილი და შენ მე მჭირდება ჩვეულება შენ როცა მისმენ და მე როცა გიყვები რაღაც და მე გიზიარებ ემოციას ეს ანიშნავს ცალმხრივი არის მე ველოდები იმის გაზიარება შენგან რაც მე მჭირდება ოღონდ და შენ ამას ან მიხვდები ან ვერა რა მჭირდება ხო და იცი რის თქმა მინდა ანუ აი და ბავშვებიც ხო ასე არიან მე მივხვდი რომ თუნდაც რაღაცა თქვათ მისი დაშვებული შეცდომა რომელმაც მასტკივილი მიანიჭა ან რაღაცა არ უნდა მიმეღო ისტერიკით, ანუ არ ხმისთვის არ უნდა ამეწია. მიუხედავად იმისა, მე ვიყავი განწყობაზე თუ არა, იმიტომ რომ მე ჩავკეტავდი და ის ყოველთვის შეეცდებოდა რომ მოეტყუვინე, რომ ჩემგან ეს აგრესია არ მიიღოთ. აი შენთან როგორ არის რა? შეიძლება მაგის ძალიან კარგი გამოსავალი არსებობს. ეხლა რობოტები ხო არა ვართ, ყველას გვაქვს რაღაც გადაცდომა, მოდი დავარქვათ რაღაცა, რომელზეც მე გულის სიღრმეში ვიტყვით, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა ეხლა. არ ღირდა ამდენი, არ კი მართალი ვიყავი, ხო თავს ხო არ ვიტყვით რომ არ ვარ მართალი მშობელი. მაგრამ აი ზედმეტი შეფასება მივეცი და რაღაცა და რავი ბოდიში მოხდა ყველას კაი გამოსავალი. არა, იცი რის თქმა უნდა, ეგ თავისთავად მაგაში მოყვები, ბოდიში ძალიან ბევრჯერ მომიხდია, მაგრამ აი ხო აი გოგოები მე პრინციპში ვიცი რომ მამებთან უფრო მეგობრობენ და არის ეგ სტერეოტიპი არ არის? ხო, ალბათ რა. და აი შენთან ეს არის, აი შენ გაქვს ეს მომენტი, რომ აი თქვენ მეგობრები ხართ და მათ შეუძლიათ ყველანაირ საკითხზე მოვიდეთ და ეგ კი რა თქმა უნდა. და ყოველგვარი თქვათ რაღაცა შეფასებების გარეშე შეგიძლია მოისმინო, მიიღო და კი, ეს
ტაბუდელებული თემები არ არის შეიძლება მითხარი ესე ვიყავით ეს ძალიან ბუნებრივიც იყო ჩემთვის ჩვეულებრივად ნუ ერთადერთი შეიძლება ეხლა ცოტა სასაცილო არის და ვინც გვისმენს შეიძლება გაიღიმოს რა თუ ასაკი იმდენად ხელს არ უწყობს შეიძლება რაღაცები ისი არ აუხსნა როგორც საჭირო ეხლა უმცროსი შვილი რომ კაი ხნის წინ ეკითხებოდა რეპროდუქციული მაგრამ დეტალებს ეს ყველაფერს ვერ აუხსნენდი ახლა ჯერ რაღაცები უთხარი და იქაც ესე თქვა და თლათ ყველაფერს ვერ აუხსნენდი ცოტა გადავდე მაინც იქნება ასახსნელი ან გაიგებს ისე რომ მე არ დამჭირდეს ახსნა მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს რაც შეეხება უფროსსაც არა აი უფროსის გარდატეხის ასაკშიც კი მერეც ყველა თემაზე მათ შორის მომავალში მე თქვათ ბიჭებთან ურთიერთობაზე, პარტნიორზე, კლუბურ ნარკოტიკზე, თუ რა ვიცი, ძალიან ბევრ რაღაცაზე, მასვე ებადებოდა კითხები. არათანაც რა ქვია, სექსუალურ ორიენტაციებზე და ასე შემდეგ, ასე. ყველაფერზე მასვე ებადებოდა კითხები და აბსოლუტურად ძალიან წყარად ბიჭებთან საუბრობთ ხოლმე. სხვადასხვა ძალიან ისეთი კარგად დასამოწურებელი იყო ჩემთვის როგორც მშობლისთვის ეს საუბრები, იმიტომ რომ მართლა აინტერესებდა და მართლა მე ჩემსაც უზიარებდი და ნუ მისმენდა ისეთი არაფერი განსაკუთრებული. ჯერ არ მქონია თქვათ ისეთი რაღაც რომ მას გარეთ კონდეს რამე პრობლემები მიუხედავად იმისა და მიუხედავად იმისა მის ცხოვრებაში იყო რაღაც დეტალები აქამდე აი სამეგობროში ძალიან საკმაოდ რთული პრობლემები უმცროსი არ ვიცი რა ისინას მაგრამ უფროსმა ძალიან დიდი დიპლომატია გამოიჩინა და ძალიან ზუსტად თვლიდა ხოლმე ადამიანებთან ურთიერთობას იმედია მე მგავს არ ვიცი მაგაში წავიძრაბახებ როგორ შეიძლება ყოფილიყო ისე რომ დაერეგულირებინა კონფლიქტები აი რამდენიმე ადამიანს შორის იმ ადამიანებს შორის რომელთა შორის თვითონაც იყო რომ რაღაცას რო ეთყო და ის როგორ გაიგებდა იმას ხო შეიძლება იმისთვის სხვანაირად ეთქვა მე ამას სხვანაირად აღიქვა და ამ ყველაფერს თვლიდა სანამ რამეს იტყოდა და ეს ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ ისეთი რთული პრობლემები დაარეგულირა ამ ყველაფრით რომ ну ახლა ჩემთვის ტაში გულში ტაშს უკრავდნენ თლაპირდაპირ თავში რა ვარდეს მეთქი. ძალიან მაგარი რამეა. ხო, ეს მომენტი, ანუ გარე პრობლემები არ ქონია ახლა რაღაცა უცბად შეყარებულ თუ რაღაც დიდი პრობლემა ქონდეს. მე როგორ დავეხმარებ ეგ ჯერ არ ვიცი. არ ვიცი. რა ვნახოთ. არა, მგონია რომ ჯერ ერთი პრობლემა ნუ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ გაიაზრებ და სწორ მიმართულებას მისცემ. ახლა ჩემ შულთან არის როგორი მომენტი იცი, რომ 16 არის ჩემი და მეგობრობა არ იცის. მიუხედავად იმისა, რომ ხედავს მე სხვებისთვის როგორი მეგობარი ვარ და როგორი მეგობრები მყავს და საიდან ვიცი რომ ხედავს, მან მითხრა რომ რაღაცა პრობლემა მქონდა და როგორ ის გეშინიაო, შენ ხო მარტო არ ხარო, აი რამდენი მეგობარი გყავსო და ანუ ეს აღქმული, დანახული და გათავისებული აქვს, მაგრამ თვითონ არ იცის თუ სცხვენი, აი ორივე ერთად არის რა, აი ცოტა ჩაკეტილი ტიპია და რო ვეუბნები რომ მეგობართან უნდა დარეკო და მოიკითხო აი რაღაცა ეს მომენტები აქვს, მაგრამ ეხლა ყავს ძალიან კარგი მეგობარი. სხვანაირად ჩაგეჭერი ბოდიში, მაგრამ რაღაცა სხვანაირად აკეთებენ ამ ყველაფერს. ახლა მეც რა თქმა უნდა ის როგორც მე ჩვენ ვიყავით ჩვენ თაობაში, ის უფრო მომწონს დარეკა მოიკითხო, დაელაპარაკო რაღაცა ისე და ქვია. არა, ნუ ჩემს მესიჯობენ მაგალითად. არა, ჩემს სოციალური ქსელი არ აქვს. ხო. არანაირი სოციალური. არა, ესეც მესიჯებით კონტაქტობენ. ანუ დარეკო არ მოსულა. არ არის კაი ტონი ამათ, რომ ადგა დაურეკო ვიღაცას. მართლა გეუბნები და დააგვერდი. აი არ ვიცი როგორ წერდა მე. აი რაღაც იქოთ განა, სად შეიკრიბეთ და რაღაცა, რაღაც ბევრი რო არიან და რაღაც რო ერთმანეთს ეძებენ, სად არიან, ახლო სადღაც რო. და აი ეგრევე ხო რა გინდა დაარეკო და აკეთ ხარ სა იქით ამ ყველაფერს. ხო და ნუ ეს უფრო მალი არ გაარკვევში მო დაურეკე. უფ ეს მაგალითად შატალოდან პირდაპირ სახლში მოდიოდა. და რა აზრი აქვს შატალოს? მე ვთქვი თუ უსად მე არ წახვედი. ხო რა გინდა, კაი გამოსავლიყო რა, არც ის უნდა რომ სამე ისე რთული დიდი დარღვევა გაეკეთებინა სამე წასვლით. მაგრამ ეხლა სკოლაში სხვა დარჩებოდა არ არის კაი ტონი, ყველა წავიდეს და სკოლაში დარჩეს ხო? აი, მაგათაც მივედი. შუალედური გზის იყო. ეგ დედა მასწავლა, იმიტომ რომ პირველად რომ მოხდა ეს შატალო და მოვიდა და გავიგერო შატალო იყო, მან გამოთქვა აზრი რომ მე მაინტერესებდა რომ დავრჩებოდი და მარტო მასწავლებლებიო მარტო მე დამინახავდი რა რეაქცია ექნებოდა თუ რეაქცია კი არა მე ვთქვი სულ ერთი ბავშვი წავიდეს შენ რო იგრუქ დარჩი არ ვიცი რა თქმა იმიტომ რომ უნდა წამოხვიდე რატომ მე ვთქვი იმიტომ რომ ეს არის არასწორი საქციელი და არა ავუხსენი და ეს და მე დამირეკა ერთ დღეს და წამოვე სათხარ მეთქი მივხვდი რომ შატალოზდია იმიტომ რომ სადარბაზოდან მივხვდი რომ მირეკავს და ისო რო ქვია შენო ხომ მითხარი კი მე ვთქვი სწორად მოიგეცი მე რა გინდა წავალ და მოვაწერ ხელს რომ შენ ცუდად მოიგეცი დანახმავ ეს კი ეხლა მაინტერესებს გარდატეხის ასაკი იყო რთული თუ მსუბუქად ჩაიარა არა არ იყო რთული მაინც და მაინც გარდატეხის ასაკი რომელთამდე ითვლება
არ ვიცი რა ვიცი მე მგონია უკვე რომ მუდმივია. გააჩნია და მე ზოგი ჩარჩება ხოლმე, მაგრამ არ ვისურვებდი მაინც და მეც არავისთვის გადადებ სასახში ჩარჩენას. ნუ რა ვიცი ხა 18-19 ალბათ. ხო. ხო, ანუ იდეაში არა აქვს გავლილი? ხო, არა, მე მგონი რა, ხო, თავი მაგას უკვე 18. ხო, ნუ ახლა ხო. ნუ შენ ისეთი იმედი მომეწი რომ ერთი წელი წარდამჭა მალე 17-ის გახდება და იქნება ფინიში ვარ. ხო, არა, არისო არა, მე ვერ ვიხსენებ ხა რამე სირთულეს, ისიც ალბათ თუ რამე იყო, ალბათ მაგაზეც ლაპარაკობდით რა. უფრო მეტი სირთულე კი წამოვიდა ბოლო წლების განმავლობაში 16-17 წლის. მაგრამ ეს არ არის გარდატეხი სასაგზ ბრალი მხოლოდ. ცოტათი კი ისიც არის, კომპლექსურია უფრო ეს და ნუ ამასაც დავძლებთ არანაირი პრობლემა არ არის. ეს ჯერეთ დაამთავრებელი სკოლის ბოლო 2 კლასი, მithumetes იმ პროგრამაზე, რომელსაც ეს სწავლობს, არის უმძიმესი და ურთულესი, არის ძალიან დიდი გადახლა, ძალიან დიდი სტრესი და თვითონ არის კიდევ ადამიანი, რომელიც ცოტათი ზედმეტი აქვს, ეს ცოტა მოსახსნელი, ანუ კარგი თვისება, რომელიც ზედმეტია, ანუ თამას აქვს ძალიან მაღლა აწეული. შესაბამისად თავის თავს თხოვს უზომოდ დიდ და მაგარ შედეგს. შესაბამისად ძალიან ისტრესება და ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს და თავს მოიკლავს და ბოლომდე სანამ იმას არ მე ან ყველა რომ აღა გინდა მეტი არა, უფრო ერთნაირად მეტი მინდა, არა, უნდა მივაღწიო ამას. ეს პრობლემას, ნუ ხო, მაგრამ ხანდახან პრობლემურია, იმიტომ რომ ძალიან ისტრესება, ძალიან ცუდად ხდება, ყოველთვის ვერ შეძლებ რა. ანუ შენი თამასა იცი და ახლობიც ად არის და იმის მაქსიმუმზე რომ გაკაჩავ, ყოველთვის ვერ შეძლებ, უნდა ისწავლო, მაშინ ვერ შეძლებ, რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის და მეორეჯერ უნდა სწავლო. ამასაც უნდა მიეჩვიო მაშინ, იმიტომ რომ ყველაფერს სტრესი მოაქვს, რომ როგორ ვერ შევძელი, მე ხო ყველაფერი ვქენი, ამის თუ ვერ შევძელი. ხო, მე რა ესე იგი ყველაფერი მაინც ვერ ქენი. მიდიხარ თავიდან ყველაფერი. ამას სწავლობს ამით, რომ თამასი ძალიან მაღლა აქვს აწეული და ეს თავისებური სირთულე არის. იცი როგორი მომენტი ეს ცხოვრების სწავლის მომენტია რა ცხოვრება ასწორდეს რომ ეგ გზა იცოდეს რომ არა უშავს ხა ვაპატიებ მე ჩემ თავს რომ ვერ აი აქ ჭირდება ძალიან დიდი დახმარება თუ ვინმე ისეთი ვიყურებს ახლა რომ აი დაახლოებით მაგას საკის ბავშვებთან არის რაღაცა მე ჩემ თავს უფლებას ვერ ამეწევ რჩევა ვარიგებ მეთქი ესე ვთქვა მაგრამ გამოცდილების გაზიარება შეიძლება გაზიარება რაღაც ესეთი რამდენიმე წლის წინ ვიყავით სადღაც რაღაცა გადაცემაზე მე და ის მამაშვილის რანგში მიგვიწვიეს და ფსიქოლოგიც იყო იქა სტუმარი და რაღაც ამ საუბარში შვილის აღქმებს ეკითხებოდნენ იმას მე ჩემი თქვი რაღაცები ვილაყბე და იმას რაღაცებს ეკითხებოდნენ ის ფსიქოლოგი ეკითხება რომ რა გახსოვს აი უცბად რა გახსენდებაო თქვათ მხარდაჭერაშიო მამაშენისგანო ძალიან მაგრამ რაღაც ახლა ველოდებ ფილოსოფიური კითხვა ისე პასუხი უნდა რაღაცას ასწავლენ და მოყვეს და ჩახსნას ეს შიგნით რაღაც ფილოსოფიური წიაღსვლები და თურმე მე როგორ ამომიხსნია მისი რაღაცა სურვილი რომელსაც ის ქვეცნობიერად მალავდა და ამაში დავხმარები ვარ ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდა და რაღაც მგონია რომ ეგეთ რაღაცების მოყოლა უნდა დაიწყოს რა თქვა იცი რა ძალიან გადაღლილი ვიყავიო იმაზე რაღაც მეცადინებდი აი მორიგით მაღალი თამასის თავის თმა ქონდა ეთყობა რა და ძალიან ცუდად ოთახში ვიყავი შეკეტილი ჩემთვისო და მომიკაკუნაო და შემოვიდა ვარც გამიხედიაო და მოვიდაო და ესა ცხელი ჩამი დამიდგაო ეს ახსოვს ბოლოს არაფერი ცხელი ჩაი რა განა რა გაისარი ეხლა მე მომხონი ჩაი გამიკეთე თვითონ უკეთეს დაკეთებს ჩაის დაკეთებას რა უნდა მაგრამ ჩემი იმ მომენტში იყო ეს ძალიან სიმბოლური ანუ მან ეს თქვა თვითონაც იცის რომ ეს ჩაი არაფერს არ ნიშნავდა სწორი პასუხი იმ მომენტში იყო ხარდაჭერა და ძალიან მნიშვნელოვანი ხო აი ეგ მომენტი იყო შენ მაგით რა უთხარ იცი აქ ვარ მან უგეშინია აი ზუსტად აი მარტო ეგ არის საჭირო მეტი აი საერთოდ არანაირი ფილოსოფიები და იმასინი არ უნდა მაგას რა კანტი და ჰეგელი აი ეს ელემენტარულ დეტალებში დევს ისეთი ძლიერი ემოციური წერტილები რომლებიც არასოდეს არავის ყლება მეც მაგ ეგეთი შვილის მიმართ აი იცი როგორ ასაკში იყო კედელ რო დადიან იმიტომ რომ 3-4 ბიჭი წაყირავდებიან მე ბანცალებენ რა ეგ ასაკი აქვს სახში მოდი ძალიან დაღლილი ვიყავი მორიგი რაღაცაში გადაღება დღე მქონდა და სავარძელში ჩავჯექე ჩამეძინა უბრალოდ რა და კედელ სიარულის პერიოდი აქვს ოთახში მეტი არავინ არ არის და ნუ რაღაც ფაციფუც რაღაცები მედება და გავიხედე და თავის ზემძიმე ადიალა მოუთრევია და მაფარებს ცდილობს რომ დამაფაროს რა ესე რა ამას ვნახავ ეხლა ხო შეიძლება როგორ შეიძლება ეს დაგავისყდეს აი როგორც ჩემთვის ეს იყო ემოციური წერტილი ისე მის რომ ჩაი შეტანა რა ლიმონიანი ჩაი შეუტა აი ხო აი ეგ არის რა დილაობით არ მახსოვს ახლა პერიოდი მაგრამ უკვე კარგახანია რა მე არ ვამბობ 10 წელია
რა თქმა უნდა არა, მაგრამ დილაობით ერთი დილა იყო, რომ ფიზიკურად ვიყავი ძალიან ცუდად გაციებული თუ რაღაც და ნიკ უდეადექი მეთქი შევძახე სკოლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას მაღვიძარა აქვს დაყენებული, მე მაინც და გეხვეწები მეთქი რა, უბრალოდ თავი არ მაქვს და შენით მიხედე მეთქი, ისაუზმეთ ხო რა და კიო. იმ დღის მერე მან მე მითხრა, რომ შენ მე აღარ გამიმზადო საუზმე, იმიტომ რომ მე იმდენად მანიჭებს სიამოვნებას, რომ ჩემი მიმზადებ და შენ არ გაწუხებ ამისთვის. რომ მე ასე მირჩევნია და დღემდე ყოველ დილით, დღეს დილით შევუყი კარები, შორს რო არ წავიდე და მეთქი ავდექი და თუ გინდა მოგიტან მეთქი საუზმეს და არა მე თვითონ და ანუ ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი რამ, რომ მან ამით მითხრა, რომ შენ რო გაწუხებ, ხო მე პირიქით, ამ დროს კი არ მაწუხებს და არასდროს წუხილით არ შემიტანია, რომ მე პირიქით და სიამოვნებით, მაგრამ ის ხო ხედავს, რომ მაინც დედა ხარ და რაღაცა თავისით რო აკეთებს ძალიან სასიამოვნო და საღამოს რომ მივდივარ, აუცილებლად მეტყვის, რომ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს და უკვე ვიცი რა არის ეს დიდი თხოვნა, რომ ჩაი დამისხი რა. ხო თვითონაც ისხავ მთელი დღის განმავლობაში მარტო როცაა, მაგრამ აი დედის მიტანილი კიდე მაინც სხვა არის და ეგ არის მე მაქვს ესეთი ყველაზე დიდი სურვილი რა რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჯანმრთელები, ბედნიერები და გამარჯვებულები. ეს გამარჯვება არ ნიშნავს ვიღაცასთან ბრძოლას და ომს. საკუთარ თავთან, როდესაც რაღაცაზე გაიმარჯვებ, ამაზე დიდი სიამოვნება არ არის და მინდა რომ აი ყოველ ამ რაღაცა ბრძოლა დავარქვათ საკუთარ თავთან, გამარჯვებულები გამოვიდნენ და ბედნიერი ადამიანი კიდე მგონია რომ თებს გადადგავს და შეუძლებელს შეძლებს, იმიტომ რომ ბედნიერი რო ხარ, ყველაფერს გააკეთებ, გინდა ყველაფერი გიხარია. და ჯანმრთელობა ხო თავისთავად ყველაფრისთვის საჭიროა, ყველა ადამიანისთვის და ეს მინდა და მინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ. კი არ იცოდნენ, გათავისებული ქონდეთ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენ ისინი უპირობოდ გვიყვარს, იმიტომ რომ როგორც კი შვილს შენ რაღაც პირობას წაუყენებ, ასე მგონია რომ აი 10-ზე ისწავლი, ამაზე ჩააბარებ, 100%-იან გრანტს მიიღებ თუ რას იზავ, აი მე არა. მე ვფიქრობ ესე, რომ ის შენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გიყვარდეს და ის მე ეცდება, რომ გაგახაროს რა და თვითონ იყოს. ის 100%-იანი გრანტით და ჩაბარებაც ხო მისთვის არის მნიშვნელოვანი და არა შენთვის. მე ასე ვუყურებ, რომ ჩემთვის ხო არ აბარებს, ის მისთვის აბარებს და მისთვის მე მინდა ეს დაინახოს, რომ მისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა ჩემი ხათრით. არ შეიძლება ვიღაცის ხათრით იცხოვრო და ვიღაცის ხათრით აკეთო. არც მშობლის ხათრით ასე მგონია, იმიტომ რომ შენსას მაზავ მე და ტოვებ რა და ეს დაუმატებ უბრალოდ შეაქეთ უფრო ხშირად და ესე ჩემს არის. აუცილებელია. იმიტომ რომ ახლა უწუწუს კი არ გულისხმობ დღე და ღამე და ეგ უარესია, მაგას ჯერ საერთოდ არაფერი არ უთხრა, მაგრამ სჭირდება თქო ხშირ შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივი მოცემულობა და აღვიქვამთ, რომ ჩემი შვილი ნიჭიერია და კარგია. ეს ეგრეა. შვილი ნიჭიერია, კარგია, ოკეი, გავიგეთ. ის კარგად აკეთებს რაღაცეებს. და ეს გონია ბუნებრივი მოცემულობა რაღაც უნდა ამას შექება, არა უნდა გაახსენო, რომ ეს არის, იმიტომ რომ როგორც კი რამე არ გამოსდის და შეიძლება არც ეჩხუბო, არც უსაყვედო, მაგრამ ეს წაიჯუჯუღუნო, რომ აი რა არა, ეს ცხრიანი რომ 10-იანი რომ იღე, რაღაცა. ისე, ნახევრად ხუმრობით რო უთხრა, ეს მას ამახსოვრდება, როგორც საყვედური და როგორც ის, რომ შენ უკმაყოფილო ხარ მისით. და ეს საპირწონეთ შექებები აუცილებელია, იმიტომ რომ საბურჯანში ფიქრებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ უკმაყოფილო ხარ მისით. და მხოლოდ მისგან რაღაცას ელოდები. იფიქრებს, რომ მე რაც უნდა გავაკეთო, შენ არასოდეს კმაყოფილი არ იქნები. ეს რო არ იფიქროს, აუცილებლად დაინახეთ მისი, კარგი, ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა. არა, სწავლის გარდა ეს მისი მიღწევაა რაღაცები. ნუ გვავიწყდება, რომ ბუნებრივი კი არ არის, მან მიაღწია. არა, შრომით, ძალიან დიდი შრომით. არა, უნდა 15 წუთი დაუთმო თუ 5 საათი, მან ის დრო დაუთმო და იშრომა. და ეს უნდა დაფასდეს და დაფასდეს კეთილი სიტყვით და რაც მთავარია, მარტო სწავლაზე არა, მე მაგალითად სულ ვეუბნები, რომ აი მადლობა, რომ შენ ასეთი ხარ და რა, იმიტომ რომ აი ესეთი ხარ, თბილი ხარ, კეთილი ხარ, ყურადღებიანი ხარ, თანადგომა იცი. მადლობა, რომ ჩემგან აი ის რაც მე ბევრი წელი გელაპარაკე, რასაც მე ვაკეთებდი, დღითი დღე უკან მებრუნდება და ვხედავ, რომ შენ ამაზე ოდესღაც გიფიქრია, გაგიაზრებე. იმ მომენტში შეიძლება არა გითქვამ, შეიძლება შენ წინააღმდეგები ხარ, მაგრამ მე რო დაფიქრებულ ხარ, შენ თავად მისულ ხარ ამაზრამდე და ეს დიდი ადამიანობისთვისაც მადლობას ვეუბნები, რომ აი ადამიანი ხარ რა, კარგი ადამიანი ხარ და ამისთვის მადლობა რა და არ ვეუბნები, რომ ამაზე უფრო კარგი რო იყო, უკეთესი იქნება. არა, მე ასე ძღებულობ, როგორიც ხარ და ასეთი მიყვარხარ და მიხარია და მადლობა და კი, რაც მე სიყვარულს გავცემთ, მეტი ექნებათ მათ რა, იმისთვის რომ ცხოვრებაში ნაკლებად მინდა, მაგრამ აი რთული მომენტი, რთული საათი რო იქნება,
ეს ჩვენი სიტყვა გაახსენდეთ და მარტივად გადაიტანო. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა შენ. კარგი საუბრისთვის. დაგემშვიდობები და მინდა რომ ბედნიერი მშობლები ვიყოთ. ყველას უსურვებ მშობლები იყვნენ კარგები. კარგები კი არა, ისეთები როგორებიც არიან და მიიღონ ამ ცხოვრებით სიამოვნება რა და როგორც თვითონ უნდათ რა იყვნენ და არა ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. შეიძლება დაემთხეს, მაგრამ ხშირად არ ემთხვევა. იცი რა, სიმართლე რო გითხრა, არც კი წარმომიდგენია როგორი მინდა, არც მისი პროფესია არ მაქვს არჩეული, მას კითხა. აი შენ რაზე გინდა რომ ჩავაბარო? მე თქვი მე არაფერზე არ მინდა რომ ჩავაბარო, იმიტომ რომ მე რაზეც მინდოდა მე ჩავაბარე. რაც გაინტერესებს? მე რაც მინდოდა ის გავაკეთე და ვაკეთებ და შენ რაც გინდა მე ის მინდა რომ გავაკეთო და მინდა იცოდე რომ გვერდით არ განვიხილია ესე ანუ იმას ჩემთან ერთად რაღაცებს პროფესიებს განვიხილებთ ისე რა ზოგადად რა და საბოლოო ჯამში რაც გადაწყვიტა რომ უნდა ჯერჯერობით მე არ გადაიფიქრა აბსოლუტურად არაფრისგან გამომდინარე არ იყო და ძალიან გამიკვირდა მაგრამ მე მივესალმები იმიტომ თვითონ გაინტერესებს ხო ნუ ეგ მე სულ მაგას ვამბობ რომ შენი თავი მინდა იპოვნო ბევრ რამეში იმოსინჯე ბევრი რამე გინდოდეს და ყველაფერში ცოტა გაკეთე და საბოლოო ჯამში მიხვალ იქამდე იმიტომ რომ ჩემი გასავლელი მე გავიარე და გავდივარ და შენი მინდა რომ გაიარო და თან მეც გამოგყვები რა მხარს გაგიმაგრებ ოკეი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა. კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ და თქვენც მეგობრები მოიწვევთ და გამოიწერეთ ეს არხი. გამომწერებია მთავარი ამ სივრცეში. გამომწერები და გულშემატკივრები არიან ძალიან თავად მათთვის ვაკეთებთ ყველაფერს. კი, ნამდვილად ასეა და 500-ზე მეტი მეგობარი ხომ მაინც მყავს და გამომწერი კიდე 500-ზე ცოტა მეტი. ძალიან წყდება გული. მოკლედ ძალიან მინდა რომ გააქტიურდეთ YouTube-ზე ზარისხილაკი გააქტიუროთ და გამოგვიწეროთ Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე თავისთავად მინდა, მაგრამ TikTok-ს ვერ ვუსაყვედურებ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად მიდის ნახვები. მაგრამ ეს იმ შედეგს არ მიდებს, რომ მე სპონსორები მოვიდნენ და ცოტა YouTube-ზე თუ გამომიწერთ, ძალიან გამახარებთ. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ აუცილებლად კიდევ დაგიბრუნდებით და ბევრ კარგ თემებზე ვისაუბრებთ. ხან ძიმე თემაზე, ხან სუბუქ თემაზე და რა ვიცი, ვილაპარაკებ იმაზე, რაზეც არ ლაპარაკობენ გულწრფელად და იმაზე, რაც მე თვითონ გამოვიარე და გავდივარ აგერ უკვე 16 წელია, ხო და ბედნიერად მადლობა ნახვამდის. დროებით